ღალატი, ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერაც ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე ხვალ გაიმართება. სპექტაკლი ალექსანდრე სუმბათაშვილის პიესის მიხედვით რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ დადგა. ალექსანდრე სუმბათაშვილი იუჟინი მე-19 საუკუნის შუა ხანებისა და მე-20 საუკუნის 20-იანი წლებში მსახიობი, საზოგადო მოღვაწე და დრამატურგი იყო. ავტორი პიესაში საქართველოს ისტორიის შესახებ გვიამბობს. სპექტაკლში როგორც ბათუმის დასის წევრები, ასევე მოწვეული მსახიობებიც მონაწილეობენ. პრემიერის პირველი დღის შემდეგ მაყურებელს შესაძლებლობა იქნება სპექტაკლის ჩვენებას 22-24 ივნისა და 12 ივლისს დაესწროს. მეფე არის ჩემი პერსონაჟი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ საერთოდ არ ფიქრობს მეფობაზე, საერთოდ არ უნდა მეფობა. ჩემს პერსონაჟს ერთადერთი რაც უნდა არის თავისუფლება. ყოველგვარ პასუხისმგებლობას უნდა რომ გაიქცეს. აი როგორც თინეიჯერ ასაკში საერთოდ არ გინდა რომ არაფერი ზედმეტი იყოს შენ თავზე დამოკიდებული. ჩემი პერსონაჟი ეგეთი ადამიანია, რომელსაც საერთოდ არ უნდა მეფობა, საერთოდ უნდა რომ უბრალოდ თავისუფალი იყოს და რასაც აკეთებს. იმიტომ აკეთებს, რომ სიყვარულის გამო ეს თავისუფლება, ლაღი ცხოვრება უნდა შეუყვარდება ერთი გოგო, რომლის გამოც მხოლოდ ამ გოგოს უნდა რომ მთელი ეს დრო გაატაროს და საერთოდ ივიწყებს ყველაფერს. ბევრი დამპყრობელი ყოლია და ადრე თუ ხმლით მოდიოდნენ, ახლა ცოტა სხვანაირად მოდიან და ფაქტობრივად ამაზეა ეს პიესა რა და ის თვითონ ის ჩემი გმირიც ესე შემოდის აღფრთოვანებულია რა თქმა უნდა ამ ერით, ამათი ნიჭიერებით, ამათი სიმღერით, რა ვიცი, ყველაფრით და გაუფრთხილდით ამ ქვეყანას, აქეთ გვასწავლის ჭკუას რა, როგორ უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენ ქვეყანას, იმიტომ რომ თქვენო ვერული თუ ამ ქვეყანასო და ჩვენ უკეთესად მოგილდითო რა. ეს არის საუკუნედან რამდენიმე ათეული წლის წინ დაწერილი პიესა ქართული დრამატურგიის ერთ-ერთი კლასიკური ნიმუში და იმიტომაც არის კლასიკა, ძალიან აქტუალურია. ის აქცენტები, ის თემები, იდეა, რაზეც ვდგავთ ამ სპექტაკლში. ადაპტირება გავაკეთეთ ტექსტის, იმიტომ რომ საკმაოდ არქაული იყო, მოვძებნეთ ფორმა მუზეუმის, როგორც ხედავთ და მიმოჩნია, რომ მაყურებელი ძალიან საინტერესო სანახაობას ნახავს.